მე კი გაუძლებ თუმცა ცნობები კი მომადგებოდა თვალზე მაგრამ ნიკას გაუთხო მაგ ვერ იკანს ჩემ შეწუხებულ სახეს და ამიტომ არ შევედი უცლებთ მოგვამზადა მშობლები მოამზადა თავის პატარა ბიჭი ყველაფერი ისე ბაშკაცურად მიიღო გუშინ რომ გაოცებული ვარ რა იქნებოდა პირველში დაეჭირათო და რატომ მეთქი ვეკითხები და ფეხბურთისთვის უნდა გვეხურებინა ოფისშიო ნიკასთან ერთად და მე მეთქი წაგიყვან და ბიძა წაგიყვან მე ნიკასთან მინდოდა რომ ოფისი რა ჭირათ მინდა აი ესეთი ბაბშვები ჯერ კიდევ არ ელოდებოდა ხო აი ამ არა ესე იგი როგორ არის იცით ჩვენ ელოდებოდით დაჭერას და მე რომ ეს პროკურორებმა რომ განაცხადი გააკეთეს მოგვეშვა ცოტა გულზე და მოვდუნდით და გუშინ მოვდიოდით ნიკასთან გამოსამშვიდობებლად ჩემი ქალიშვილი მოვიდა და ანუ გაჩნდა იმედი რომ შესაძლებელია ის არ დაეკავებინა პროკურორების გაჩნდა იმედი რომ 1-5 დღე მაინც გადადებდნენ და ამ 5 დღეში რა იქნებოდა ღმერთმა უწყის თორემ როგორ ტრენინგზე იყვნენ პროკურორები და შემსრულებლებს ვერ მოძებნდნენ მაგრამ შეცდომა შეგვიყანეს და აი ეს უცბად ეკა მიშველაძისგან გავიგე რომ ნიკა დაიჭირეს და ეს იყო იმ წამიერი შოკი მაგრამ ძალიან მაგარი ვიყავით მაგრამ ვიყავით ეს ხო არ არის ნიკას პირველი დაკავება შეგუებულები ხართ ოჯახის წევრების თავადაც შეგუებულია უკვე აი რომ შევაფასოთ რეჟიმის ქმედებები მის მიმართ ამ შემთხვევაში და აი ეს მობილიზება თუნდაც სპეცრაზმის სამმართველოში მიიყვანეს ასობით ადამიანის სპეცრაზმელი რომ ის გამოეყვანათ აი რა ნიშნავს რისი ეშინია თუ ვინმე იცის ნიკას ხასიათი პირველ რიგში წულკიანია ქალბატონი რომელთანაც ერთად მუშაობდა და წულკიანი იყო ნიკას დამცველი იმ პერიოდში არ უნდა გაეკეთებინათ ეს ნიკა გამქცევი არ იყო ნიკა აცხადებდა რომ ეს სასამართლო პროცესი იმიტომ კი არ მივდივარ იმიტომ რომ არ მინდა ხალხი შევაწუხო და ეს პოლიციელები რომ არ უნდა დაეკავებინათ გუშინ ამას გულისხმობთ დიახ არ უნდა გაეკეთებინათ სინცრებად ამით თვითონ მოიჭრეს თავი აბსოლუტურად თუ ვისაც არ უნდა და აქციებზე მისვლა ისინიც გამოვლენ ნახავთ თქვენ რა დაგიბარათ თავად ოჯახის წევრებს არა მივდიოდი გუშინ ალბათ არ ელოდებოდა თავად არა მეუღლეს ალბათ ეთყოდა რამეს არ ვიცი მაგრამ მე ასეთი განერვიანებული მეუღლე არ მინახავს როგორც გუშინ ხო რა ვიცი გაუძლებთ ერთად ვიქნებით არ მოვაკლებთ ოჯახს არაფერს არ მოვაკლებ გვერდით დაუდგები ეს სანდრო ძალიან კარგი გასაზრდელი ბიჭია და ყველაფერს გავაკეთებ რომ მამამისის ციხეში ყოფნა არ დავატყო ოჯახს ერთ ისე დიდი დროა ბატონოს რომ ალბათ გაუძლებთ ახლა ალჯერადაც გაუძლებთ ოჯახი და თავად კი იმიტომ რომ აი გახსოვთ შტურმით რომ აიღეს ნაციონალური მოძრაობის მაშინ მკვდარი ვიყავი 3 დღე ვერ დგებოდი ისე ვიყავი და ეხლა მორალურად მოგვამზადა ამ ბიჭმა ძლიერი პიროვნება საუბრები ქონდა რომ აბა რა მე როგორ ან მე ამდენი წლის ექიმი ვარ და არ შემეძლო ის 50,000 დამეფარა და რაღაცები დღესაც მოვიდნენ ჩემთან ჩემი პაციენტები და მოგცემთო პრობლემა არა მეთქი არ მინდა ნიკას არ ვაკადრე ნიკა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება დიახ და ნიკას არ ვაკადრე რომ მე მიიღო გადაწყვეტილება გადახდეს მე ჩემს შულს ბოდიში მოუხადე და ეხლაც უხდე რომ
გული ვატკინე ძალიან 2012 წელს, რომელიც როდესაც ივანიშვილის გამო წავიჭუბე ძალიან სერიოზულად. ახლა რას ეტყოდით რეჟიმს ივანიშვილის ხელისუფლებამ, რომელიც მზად არის რომ ერთი წლით ჩასვას ნიკა მელიაციხეში, მხოლოდ იმის გამო რომ წულკიანის კომისიას გაუდგა, არ მივიდა, უბრალოდ არ გამოცხადდა. აი რას ეტყოდით, რა გაქვთ სათქმელი ახლა თქვენ ივანიშვილს უნდა დიდხანს ყოფნა იმ ადგილზე, სადაც არის, შეცვალოს პოლიტიკა. ევროკავშირი რასაც ითხოვს, ამერიკა რასაც ითხოვს, ის შეასრულოს. ეს პატიმრები 20-21 წლის ბიჭები გაანთავისუფლოს და არჩევნები დანიშნოს, მაგრამ ნორმალური საარჩევნო პირობებით. და იყოს რა მე რას მიშლის, ვინ იქნება მთავრობაში, მთავარია რომ ხალხი იყოს კარგად, დაძაბულობა რომ არ იყოს და ერთმანეთი გიყვარდეს და პატივს სცემდეს.